საღამოში დობი ის როგორ ახართ? მეც არ ჩანს დამოუწე. ჩემო თბილებოდა ტკბილება. აქ ტკბილეული დაანახი გიორგი ტკბილეული გვიდევს. მაგიდასთან. მაგიდაზე რა ისინი დევს. ტკბილეული და არ ჩანს ხალხო. არ ჩანს ხო? როგორ ხართ? როგორ გიკითხოთ? რა ხდება თქვენსკენ კარგი და ახალი? თქვენსკენ ძველებურად. ხვალე შობა გვაქვს. შობა შემოდის ხვალ. ხვალე ზვავდგები. ღამ ვერ დავინახავ იმ გასარჩევს. როგორ ხალხო ის ხო ჩანს. ცოტა მე რანაირად ამოქ, რანაირად მოვედი ხალხო, აი ეს გადაიწიე წინდე. ეგრე. ის არის ხვალე ვავდგები ხალხო. აღარ შევიკალე მე დამეზარე შეკურა ისენი დგება. ავდგები იმას გავარჩევა ქვია. ხორბალს და კორკოტს გავაკეთებ. ჩვენებურად კორკოტს ქვია. აბა რა ქვია მაგას კორკოტი არა ქვია? პაპა და დანაყული ოღონ გიორგი. დამნაყო. ეგ პაპა კორკოტი არ გამიშვა. არა, კორკოტი ქვია. ჩვენებურად ღებში კორკოტი მოხარშეთო, ხო? იმითი რო არის რა ქვია. მე ღამე უნდა შევფუთოთ, რომ მოხარშოთ ხალხო. და დილით რო ავდგებით უნდა გაიცინ, ჩასცინო იმას რა ქვია, ქვაფს. აჰაჰაჰა. სულ ვიცინებოდეს მაინც უნდა ჩაიცინო. ის არის რა ქვია. ის არ მიყვარს. მთლიანი იმებით რო გეთებ ხორბლები, ტკბილს, თაფლით და კაკლით ეგ არ მიყვარს. რატომ მიყვარს? ის ფაფა გვაქვს და კარაქიც არის დედი. ხო. მე ხვალ კარაქია მოიტანე და მაწონი და მოვიწყდა უნდა წამოვიდე. ერემის ხადებს გამოვაცო ხვალისთვის. ზეკისთვის. ტკბილი ხო მინდა? ხილი გვაქვს ის კოკდა. ხალხო მანდარინი ვიყიდეთ დღეს ლიბრეში რამხელა ხალხო უყურეთ ამას ეს რა უბედურებაა. ეს პლასმასა გავს. ეს რა უბედურებაა. რამხელა არის უყურეთ. პლასმასა გავს. ოღონდ ნამდვილია პლასმასი არ გეგონოთ. და არც პორტუგალი არ არის. შეიძლება ვინმეს პორტუგალი იგონოს. და სხვა მოიტანე ეგ და დები და სხვა მოიტანე იქ არ. თუ არ გინდა? ნამდვილი მანდარინი. არ გინდა? არ მინდა მჟავე რა. არ მოგწონს. ჩვეულებრივი პატარები ჯობია. ეს კეთილი კონფეტი მომიცი არ ჩაკეთებული. ესა? აი ჩაკეთებული. ეს. ხო. არა ეგ არ მინდა. ეს. ხო. მომიცი. მე კიდე ჩემი კონფეტი აღარ აქვს. აღარ იყო იქ. აღარ იყო ხო? ეს ცერგილია გიორგი. არ მიყვარს ეს კონფეტი არ მომწონს. აი ძალიან გემრიელი მე მომწონს. აქამდე არის ვისკი აი ხალხო. იმდენი დავლია რომ ისა სასმელი აი ის ღვინოც გვაქვს. ოღონდ ეს ისმიანია მე მგონი აქვია. ვარდისფერი ხო? ხვალე ზეგდილას დავლიოთ თითო. ზეგ დავლიოთ. ნაძვის ხესა. ვისკის არა იმას დავლე, ამას დავლე. ღვინოს. გამანები თავი ვისკის ნერვი. აღარ მინდა. კარგა ხანი. იყოს შევინახო მაინც. იყოს საწავ. კი ის არის რა ქვია, მიყვარს ვისკი, მაგრამ ოღონდ ეს ვისკი მიყვარს, მარტო მეტი არა. მაგრამ მე რო ის არა ვარ რა ქვია, ზოგადად დიდად ალკოჰოლური სასმელების მოყვარული. ის ვაფშე არა, ჩანს. არა უშოს მომჩა. ასე მოაბრუნე მეც არ ვჩამოწესი. ეხლა არა ჩანს, მაგრამ სხვათა შორის მე ახალი წლები რო ჩაივლის, შეგვიძლია მან და იმას აქვთ რა ქვია, მაგის ფონზე გადავიხოთ. ხო რა. სხვათა შორის იცი რა არის? აქ მე შეიძლება რამე ლამაზი ბექგრაუნდის ჩართვა. ტელევიზორში. ზაფხულში კიდე. მე ცოტა ხო ჩანს? ზაფხულის ბექგრაუნდი. ბექგრაუნდი ზაფხულში. ნამოიტან მანდარინი. ეს ცალი წამოიღე გიომეტრი იყოს დედა ხვალის. ამას მომდას ყოლა წამოიღე და. ზიგისთვის.
თორე არ იყო ეს იყო ცოტა იყო ხალხო და ცოტა წამოვიღეთ. არსად არ იყო მანდარინი რა ამბავია. და რამოდენა არის და ჯანდაბა არის ისა. და ჩამოიაროს რამე. რამოდენა მანდარინებია. ასე გონია ის არის რა ქვია. პლასმასი. ხო. ბიჟუტები ბუდაფორია. ხო. პორტუგალიც ხო დიდია. ფილმებში როდესაც ხოლმე რა ქვია ისინი რა ქვია. ბუდაფორიები. ტყუილა ვაზაში. აი ციგინო ქია. აი ჩაი გაიქნება. რისი მანდარინი? მოვადუღო ჩაი და ჩაყაროში იქნება. კანი და ის რო გაუვა. ახლა გავარჩევდი, მაგრამ ვერ დავინახავ და იმიტომ ვერ უნდა გავია გადა. ერთხელ შეყვება და ვერ დაგვახჩოს. ვერ დაგვახჩოს ხო? შობა დღეს. აიმე. თებში არსებობს კიოტი. დავიღე შევყრიმე. რა ყველაფერი მიცვი ვის. შობახმე რაღაცა ძალიან ლამაზი ის არის აქვე გაფორმება ესა. ორი ნაძვისხე პატარები და ვარდისფერებშია. ის უკეთესი იყო წინაზე. რომელი? ვარდისფერები რო იყო? წინა ვარდისფერი რო იყო. ის თვითონ ფონი არ არის რაღაცნაირი პედელია და ის ლამაზი. რა პედი არ არის. ძაღლში ყოლი ამას. კიდე ჩოუ. ბუტაფორია მაგარია. დღეს ყინვა არ არის ხალხო გათქვა. ხვალე სარეცხით გადაირიცხოს. ჰა? სარეცხი. რა სარეცხი? რაღაცა მაგწყირჩი. ლუჩის. თქოს რაღაცა მაგწყირზე. თავის მომიგილჯე ცხი. და მომეცია. მე მგონი მანდარინი. ჭადი და კინავი შეჭამე რა ქვია. ხელა ლებანია დაინახე. ამაზე ის მილბობს იმას რა ქვია. ტუჩებს სატენი არის ძალიან. რომელი? ვაზელინი. მისი ვაზელინი იყო, მაგრამ ის სუნამ. ის არომატიანი იყო. ეცანის მომეცი და სულ. იმაწყენს, რომ მჟავია. ეს დიდი მანდარინი არ უნდა იყო მჟავი. ეს აჭარული მანდარინი იქნება. იმპორტული მანდარინიო და ეს იმპორტულია მართლა რამ. იმპორტირებულია. ამ თურქულიანს რაღაცაიდან არ მოსულა. თურქული მანდარინი ტკბილია. რა იცი, იქნება ახლა წელს მჟავია, რაც გაიკეთო. ყველაფერი შეცვლილი. მაგრამ მოსავალსაც გააჩნია. ერთი წელი შეიძლება ტკბილი მოვიდეს, მეორე წელი მჟავე. წელს ხურმები იყო სულ კარალიოკიასად. კარალიოკიასად არ იყო, მე რა ვიცი. მაგრამ იმისავით ამაკა. შუბლზეა ის არა ქვია. შენ გამოჩდები იქიდან. კი, კაცო აღარ იქნება მე. ისე თვალში რაღაცა დამიდის.
ტაძარში ვიყავი ხალხო დღეს შესული. მალე სანთელი ვერ ავანთე. ასანთი არ წაგვიღია, მონიტორ წავყეთ. სანთლებზე ვიყავით და და დევის ვიდეო. ვიდეო არ გადამიდია გააცა. ვიდეოა თუ ისა. გადამიდია. დადებ მე. ის არის აქვია. რომელი ტელეფონით გადაიღე? ამით. მე სადადებ ამას ის არ აქვს Facebook. გადავიდა. მეთქე ცოტა რა. AirDrop-ით. AirDrop-ით გადავიდა. რაღაცნაირი კედელია. უკანა ეს თეთრი რო იყო და უკანა თეთრი ფონი რო კონდეს. ეს ვარდისფერი უფრო მოხდება. აი ტანი სხვაგან. უფრო რამე სხვა. არის გარფეჩაგი ერთოს. აი кайსარ ჩამთო რა ქვია. ესა. გარფეჩაგი ერთოს გიორ ვერ გადამრიგო. ნუ ძალიან გადევირიო ახლა მე ჯამერთოს თორე. არ დაგიბლოკოს ახლა გიორგი გლოკი. არ დაბლოკოს არა. მე რა მასია ისა და ისა. ის ჩასტი. რომელი ჯობია? ესა თუ ის? აბა ჯერ ერთი ჩათევი და მე. აი მე. ავით თან მეშინი ამას მუსიკა არ აქვს. აქ მუსიკა? არა წერია რა ვიცი. ხელანაძვის ქედაინახე რომ ხელომეტრია. ხელა და ის არის აქვე რაღაცა ძალიან სამეფო იმაში მოხდით სახში ხალხო. დაინახე სიგრძე არის რა. რამდენი მეტრიანი იქნება? ისასო ხელა 500 მეტრიანი იქნება. ორი და რაღაცა რამ სიმაღლეა და ეს რომ ხელა იქნება. ეს აგორც რა იტევა? რაღაც რა დატესვს დაინახე სიმაღლე. თარამდე სათამაშოა შესხმული. ეს თქრე. ხო და მე აკაცადებ. მეორე სათამაშოებია გასხმული. სულ თან სულ ყველა კარგი მე. აი ესეთი გვაქვს. ამ ფერებში. დიდი ბურთები ლამაზია. დიდები კარგია, დიდები. ხო. პატარა ბურთები იმდენთა დიდები უკეთესია. დიდი ნაძვისხეს დიდები. აი ესეთები აი თეთრები რო გქონდა. ან კიდე ესე გძელი ისინი. მეთქი ნაფეთ და ტელევიზორი. იქ რა ლამაზია ტელევიზორში, ტელეფონში. ნამიტანე იმაში მოხდით რა ქვია სამეფო სახლში ხალხო. რა კარგი თანავარი კაი გიბია. ა? კაი გიბია. სანელი გიბი. აი მეორეც. ხო. თან ბრილიანტები ვაკეთებული. ხო. ლამაზად. აქედან ჩემს ოთახში ავდივართ. აქედან? აქედან სასტუმრო ოთახები. აქეთ არის საძინებელი ისინი რა ქვია რაღაცები. ეს მისაღებია? ეს მისაღებია. ტელევიზორი არ გვაქვს. არ ჩანს თუ იქნება. არა მგონია მე ფირფსროდის იყო რომ ტელევიზორი გქონდათ. ადრე. ძველებური სახლია. ვერ ყურე ძველებური ისინია. არა, ქონდათ რა ამბავია რა გული. სად იყო მე ფერის დრო ტელევიზორი სად არსებობდა? გოიმე და გოიმეფსკი და მეება ხალხო როგორ მოგწონს ჩვენი ბექგრაუნდი კარგია ჩვენი უკანა ფონი ლამაზია და რაღაცა თემები გქონდა სალაპარაკო და დაგოხდა ხო თემები კი ხალხო პარაკონაცხა Facebook-მა რაღაცა ქნა ჩემმა პირველმა
ის არის რა ქვია. ახალი გავუკეთე. ახალი გავუკეთეთ. ვისაც უნდა Facebook-ში გადმოსვლა მომძებნოს ქართულად. ჩემი სახელი იცით. ოღონ ისეთებს ვიმატებ. ვიც სურათიანია, სურათიანი და საკუთარი სახელი ვისაც აწერია. ხო. იმებს არ ვიმატებ, რა ქვია. რომ საკუთარი სურათიც რო არ აქვს და იმასაც რო ვერ მოძებნი, რა ქვია. ეს ფოტოს მაინც რო ვერ მოუძებნი. მაგერს არ ვიმატებ არც მე. არა. იმიტომ რომ რამდენიც ეგეთი დავიმატე, იმდენი აღმოჩნდა აღარ მინდა რო თქვა. იმდენი თაღლითი რო იტყვიან ჩათლაშკა. ხო, კი ბატონო. თაღლითი ნაგავი. არ ვიმატებ ეგეთ. გაფუჭებული და ეგეთებს არ ვიმატებ. როგორ ეტყვი მე რომ რატო არ გიყენია ფოტო? არა მე ვარო. კი აბა, სულ შენ ახარ. ეგრე დავადებ სხვის ფოტოს, დავდებ სხვის ფოტოს და მე ვარ თქო იტყვი. შენ იქნები, მაგრამ სხვა იქნებს, სხვის ფოტოები იქნებს. ხო, სულ ჩემი სურათებია თქო და მე რომ სხვის სურათ იმის ბრედ პიტის სურათები რომ იმათ ჩემი მათ იმას ავქნა, რა ქვია. როგორ ვთქვა, გავასაღო. ეგ როგორი ამბავია. სახეობების და მომღერლების სურათები უყენიათ ხალხს ზოგს და მე ვარო იძახიან. როგორ ახარ შენ? ერთი გოგო არ იყო. ვიღაც სურათები გამოგიგზავნა. ხალხო, ადრე ის არის რა ქვია. შარშან, ხალხო რა ადრე. შარშან ძველი თახალწელს ზუსტად ძველი თახალწელი მოდიოდა. იმ ღამეს, ძველი თახალწელის ღამეს მომწერს ვიღაცა გილოცავ ძველი თახალწელს, რა თქმა უნდა მეც მიულოცე და ეს არის რა ქვია. არც ხსენებია YouTube-ში მიყურებ, ალბათ YouTube-ში მიყურებ და თუ არ ვიცი რატომ უნდა რომ ჩემთვის მოეწერა. მე თავიდან წერდა რომ ის არის რა ქვია. ჯერ გილოცავ თავიდან ეგრე მომწერა. მე მწერდა რომ ის არის 21 წლის ვარო, მე მწერდა და ისაო რა ქვია. რო გაიგოსო ჩემა ქმარმა, რო გაიგოსო მე შენ რო წერო, ცემსო. თუ მე მიწერე, შენ არ მიწერე მე. მე მიწერე რომ მე რა ისა ვარ თქო მაგ ქალთა დახმარების ცენტრი მაქვს, ძალადობის მსხვერპლი ქალების და დახმარების ცენტრი მაქვს. თუ რა მაქვს თქო? მე რა შუაში ვარ და მე რა ჩემი საქმეა შენი ქმარი რას გიზამს თქო. ეგ მიწერე ხო? მე რა შუაში ვარ თქო, ხო? მე არაფერი მეკითხება, მე არაფერი შუაში ვარ თქო. პირველი მე არ მომიწერე. ხო. პირველი შენ მომწერე თქო. ფაქტებიც იყო რა თქმა უნდა, ფაქტებიც იყო ისინი რა ქვია. მესიჯები. ხო. მე ის არის რა ქვია. მომთხოვა ფოტოები გამომიგზავნეო. თუ გსურს ჩემი ფოტოების ნახვა თქო. შებრძანდი Facebook-ზე თქო და მომწერეთ. დაათვალიერე ფოტოები იქ ვიდეო თქო. ხო. გადავედი არც ისეთი ბევრი მეგობარი არ აღავდა. მეგობრები თუ ყავდა არც ერთ თავისი ფოტო არ აქვს დადებული. ძირითადად ბიჭები ყავდა ხოლმე ბიჭები ყავდა მეგობრებში. ეხლა ხო ხვდებით როგორ იმასთან აქვს საქმე. მე რაღაც საზისხრობებს წერდა. ხო, მატყუებდა. მე უთხარი შენი ფოტო გამომიგზავნე, აბა თქო. აბა შენი ფოტო გამომიგზავნე თქო. და გამომიგზავნე ვიღაცა ალბათ მოდელი თუ ვიღაცა ნახა, Pinterest-ზე ნახა. გადავედი და Pinterest-ი არა და მეც მაქვს. და ის ფოტოები
ფოტოები რამდენიმე ფოტო გამომიგზავნა, რაც მან გამომიგზავნა ხალხო. ყველა ფოტო პინტერესტის ნანახი მქონდა ხალხო. წერ ახლა ამ ადამიანს წერ ამ გუგლს რომ რატომ მატყუებ და რატომ ასაღებ ამ ვიღაცა გუგლს შენ თავს. შენი სურათები არ არის. პინტერესტზე ვნახე მეთქი ეს სურათები. არა, ჩემი პინტერესტიო და ჩემი სურათები დევსო. შენ რა უფლება გქონდა რომ ჩემი ისინი ნახეო. აი მე ხო იცით რა ასოციაციები გამიჩნდა. მიბლოკე ის კარგათაც შემომელანძღა ბოლოს უკვე ბოლო ის არის რა ქვია ბოლო მესიჯი კარგათაც შემომელანძღა მიბლოკე მე ხალხო დავბლოკე რამდენიმე დღე გავიდა 1-3-4 დღე გავიდა დედა ჩემს მოწერა ხალხო ვაიმე დედა დამბლოკა გიორგი რატო დამბლოკა შენ სულ სხვა რაღაცა გითხრა სხვა რაღაცები გითხრა გიორგი რატო დამბლოკაო ისაო რა ქვია ის მეგობრობა მინდოდაო თუ რაღაცა მიწერა მე რა ვიცი არ მოხსოვს რაღაცები მიწერა მე დედა ჩემსაც იმდენად ამოუყვანა ყელში რომ დედა ჩემს მიბლოკა მილანძღა კარგად შემოილანძღა დედა ჩემსაც მე ვთქვა შენი სათამაშო გოარა ვარ შენი ნომერი მომწერეო მე მეუბნებოდა შენი ნომერი მომწერეო შენი სათამაშო კი არა ვარ შენ რატომ მომწერო ნომერი თქო მე უცხო ადამიანებს ნომრებს არ ვაძლევ თქო თუ რამე გნებავს მომწერე აქ თქო მირეკავდა კიდეც ხალხო მე არ პასუხობ მე რატო არ პასუხობ რომ გირეკავდა რატო იმას აშვები მაიგნორებდა ბოლოს მივალანძღე რომ ამომივიდა ხელში რა თქმა უნდა მივალანძღე ხალხო კულტურულად მივალანძღე ხო მივალანძღე ერთი და ის არის რა ქვია მე ჩემთან პირილი დაიწყო მე დავბლოკე დედა ჩემთან გადავიდა რამდენიმე დღეში გადავიდა დედა ჩემთან წერდა რაღაც სისულელეებს ტყუილებს დედა ჩემს სულ სხვა რაღაცები მიწერა დედა ჩემს ვეჭუბეო ესაო რა ქვია ქირით წამოვედიო მარტყოფიდან ვარო მარტყოფიდან ვარო ესაო რა ქვია დედა ჩემს ვეჭუბეო ქირით წამოვედი ლილოს დასახლებაშიო ნორიოში ხო ლილოს დასახლებაში ესაო რა ქვია მერე ბანკში ვმუშაობო ხან მერე თქვა რომ დედა ჩემთან ცხოვრობო ხან ქირით ცხოვრობდა ხალხო ხან დაიდამისთან და გაიგე ხლა რომელია სიმართლე დეიდას და ცხოვრობს ქირით მიყვარსო ვიღაც მიყვარსო ისაო რა ქვია მთვრალი ვარო ვიღაც მიყვარსო აი მე ჯერ ვინ უყვარდა რა ვიცი მე რა აქისა მაქვს რა ქვია დაოჯახების სააგენტო თუ რა უბედურებაა თუ ქორწინების სახლი მაქვს აგერგა ის რა ქვია მე რა შუაში მეუნე კაცო მე დავიდამანები და უკვე მე ყელში რომ მომივარ მე ისაო მე დედა ჩემს დაურეკა ხალხო დარეკა დედა ჩემთან ბოლოს დედა ჩემთან დარეკა რაღაცები ხო მოატყუა შენ მომატყუა გიორგი უბრალოდ რას მომატყუებდა მითო ტყუილებს გწერდა თავისი ჭკუით რა რა უნდა მოეტყუილები სწორდი არ გადავრუნდე რაღაც ნაპირზე ჩექცარია თუ რა ვიყავი ხო მე ყველაზე მეტად ვერ ვიტან ხალხს რომ ვიღაც იდიოტი ღლაპი გუშინდელი ღლაპი რომ ატყუებს რაღაცას ყველაზე მეტად მაგას ვერ ვიტან ტყუილს ვერ ვიტან ყველაზე მეტად რომ ადამიანი იმას აშვება რა ქვია წეს ტყუილებს ზოგადად ისედაც რომ მეუბნება ტყუილებს ისედაც ძალიან კარგად ხვდები ვინ არის რომ შევხედავ ხვდები ვინ არის მოდაწერის დამხვდები აი იცი რატო დავბლოკე ხალხო უზრდელობები დაიწყო მე ბოლოს უზრდელობები დაიწყო ბოლოს და უზრდელობებს ვერ ვიტან ხალხო ხო მე მეც მივაბლოკე და მიბლოკე კარგად გავიწყე მე ბოლოს დაურეკა დედა ჩემს თქვენი ხმის მოსმენა მინდაო დაურეკა დედა ჩემს გავეც პასუხი გასცა პასუხი ახლა
გოგო ელაპარაკება გოგო კი არ მე მგონი ისეთი ხმა ქონდა რომ ეგ იყო პატარა ბავშვი არ ვიცი რატო იტირა რა უნდოდა დღემდე ვერ ვხვდები ხო იმას არ ვქნა იტირა რატომღაც არ ვიცი რაღაცა უთხარი ხო რატომ ატყუებ შვილო რა გინდა რომ ატყუებო მე რა შუაში ვარ თუ გიორგენ დაბლოკა ჩემთანადო გამოყვედიო და ვაიმე ტირილი დაიწყო ხალხო გადმოყარა ნიანგის ცერმე ჩუბია უბრალოდ ჩულებრო უბრალოდ უთხრა ხო რატო იმას აშვები იტყუებიო და რა გინდა რატომ წერ თუ გიორგენ დაბლოკა რა გინდათ ჩემგან რაღა გინდაო რატო გადმოხვედიო რატო მომწერო მეო მე რა ვქნა რომ დაგბლოკავ ვაიმე ტირილი დაიწყო გადმოყარა ხალხო ნიანგის ცრემლები შეიძლება ახლაც მიყურებს მეორედ არ გაბედო ეგეთი რაღაცა თორე ძალიან ცუდად დავილაპარაკებთ ვაიმე მეცინებოდა ეგიცემ გიორგის მე უთხარი შვილო თავი დამანებები და დედა ჩემსაც მიბლოკა შენი ნერვი მე არა მაქვს დედა ჩემმა უთხრა მე შენი პატარა ბავშვი არა ვარო და დედა ჩემაც მიბლოკა ბოლოს მე დამანები შენისა სამაიმუნო ვარ თქო და ვიგე მაიმუნება მე ვიგე მაიმუნებ რას მე მაიმუნებ ტირილი დაიწყო ხალხო ტირილი დამანები თავი მეთქი შვილო შემეი შვილო რო უთხარი ხო რო დაიწყო დღავილი ხე ვეღარ გათვრალი ვარო ხან იმას იცახო და დედას ვეჭხუბეო ხან იმას იცახო და დედასთან ცხოვრობო კავშირი ცხოვრობ დედის დაბადების დღეზე მივდივარო დავთვერიო დედის დაბადების დღეზე მივდივარო მთვრალი ვარო თან თუ დედას ეჭხუბე შეუხერო რაღაც მიდიხარ არას ეჭხუბებოდი ხო მალადეც თუ ეგრე იქცეო ყოველ დღე მალადეც მაგის ოჯახს მამა მე ვთქვი მამა ყავს მეთქი და მამაცო მყავსო თუ არა მყავსო რა ვიცი არა მამასთან დაშორებულია დედაო ხო დაშორებულია მამასთან დედაო იტყუილებოდა მოიტყვა რაღაცეებს იძახო და ხო იტყუილებოდა რა აშკარად ეტყობა და დასკვნა აქედან ალბათ მაგას რა უნდოდა ვიღაცა ბიჭი ავაგდეო ნახეო და ჩემთან რო არ გამოვიდა ეს მოტყუება და ტყუილები რო არ გაუვიდა გოი მაგის უბედურის ის მოსატყუებელი კბილი ძალიან დიდი ხანი არაც გამოიცვალე მაგ უბედურის მაგის რო არ იმას ავქენი და ქვია ნახე სადღაც და რო არ გავგლიჯე შუაზე მაგაზეც მადლობელი იყოს რო არ გავგლიჯე რო არ შემომიგლიჯა მაგაზეც მადლობელი იყოს ხალხო რო უარესები არ უთხარი იქ ჯერი მაშინ რა ქვია კომენტარი მესიჯი და მე არ შევხვდი სადღაც და უარესები არ გავუკეთე მადლობელი მე ძველი ახალწელს მოდიოდა ჩვენთან აიმე ჩემი ქმრით მოვდივარო ჩემ დაიპატიჟა ხალხო თავის ქმარიც ხო დაპატიჟა და თავით დაიპატიჟა ჯერ ეს ერთი მიკითხე მინდა რომ მოხვიდე ხო სახში ხარ თუ იქ დამხვდებითო იქ ესქენითო ასეო ისეო საცხოვრობ და მოდიოდა რამდენი ხანი ხალხო ნუ ისინიც კი მოვიტანე რა ქვია მეთქი მოვა ახლა ადამიანი მოვა დავილაპარაკებთ რაღაცა ტკბილეულიც კი წავედით და ტკბილეულიც კი მოვიტანეთ ახალი წელი იყო მაგრამ კიდე დავიმატეთ გვატყუე აიმე მე ვთქვი გიორგი აზრი არა აქ ამის მომსვლელი ეს არ არის გვატყუებს მეთქი გიორგი მაგრამ მე უკვე 13-14 რო გათენდა და დაღამდა ხალხო არა მე 14-ში მომწერა მე ვერ მოგწერა შენ არა შენ მოგწერა ძველი ახალი წელი არ იყო მოსული ჯერ არა ძველი ახალი წელი არ იყო ხო მოსული არ იყო არ იყო მალემინოში მოსული ხო არ იყო და მე ბოლოს რო დაიწყო დღავილი ხო შენ არ მოგწონვარო ასეო ისეო ასეო მე ვთქვი შვილო რატომ არ მომწონხარ მე წესიერად გელაპარაკები და გესაუბრები სათიანლი არაფერი მითქვია ისეთ თუ იგირო
დედაჩემი. ხო. რა მithქვია მეთქი ისწავლე ჭკუა, ნორმალურად მოიქეცი, როგორც საკუთარი დედა ისე გარიგებ მეთქი და რა უთხარი აღარ მახსოვს ზუსტად ხალხნო, მაგრამ როგორც საკუთარი შვილი და დედა ისე გარიგებ მეთქი, თუ არ გიდა მეთქი დამანებე შვილო და დამანები თავიო. მე შენი ნერვი არა შენი პატარა ბავშვი არა ვარო. ისე ყლაფუცი რო დამიწყო ხან იქი და ხან აქეთ. ბიჭმა იმას ხონდა იმის დედა მოძებნა. დედა და ბნედა. ბაგას. ხოდა ჯერ ის არის აქვია. ჯერ რომ მეგობრობა გამომიგზავნა საკუთარი სურათები რო აქონდა რომ დავათვალიერე და მეგობარიც არ ყავდა. რატო დავიმატე? არ ვიცი. ხო და მის მერე აღარ ივისწრე. რატო დავიმატე? არ ვიცი. მის მერე აღარავის აღარ იმატებს. დამანებით თავი ნერვი არ მაქვს მაგათი მე. ორი ბატიან მოგებარება მეთქი შვილო მოშუნდი მოწყდი თავი. ადამიანო ღლაპი ხარ ვიღაცა დამანები თავი შენი მოსატყუებელი კბილი დიდი ხანია გამოიცვალეთ და კარგად ბოლოს უკვე კარგად რო ამომასხა უკვე აქ რო ამოასხა აქ აი აქ მოთმინების ფიალა რო ამოისო კარგათაც იმას ავქენი რა ქვია მიულანძღე გაუში მოუსვლეთში მე ჩემთან გადმოვიდა იმ ღამესვე ვაიმე როგორ დავიღალე ვერ წარმოიდგინე ვინ არის მეთქი და უიმე უგიოდი მიხდა ვაიმე ეხლა შენთან მოვითრა ის სასიკვდილი ეხლა შენთან მოვითრა მე გავეცი მივწერე რომელი ბრძანდებით მეთქი ვინ ხართ რა გინდათ მეთქი ჩვენი მაყურა არა უგიყურებთო იქო შენ გითხარ გიყურებთო ხო მე მეც მომწერა ის მე მომწერა რომ ისაო რა ქვია გიყურებთო ვიდეოს როდის დადებთო ისაო ესაო მიკონტროლე და მე რო ვიდეოს როდის დავდებდი როდის რას გავაკეთე მე არა მე უთხარ მე მწერდა ვიდეოს როდის დადებთ მე უთხარი დავდებს მეთქი გამოიწერი არქივ მეთქი და გაიგებ როდის დავდებს ვიდეოს მეთქი არ არის საჭირო ყოველ წუთში მომწერო მეთქი როდის დადებს და როდის რას ვაკეთებ მეთქი მე უთხარი ყოველ საღამოზე ხო ვერიკოდეიდან მომწერდა მე როგორ ხართ მიუბრუნებდი კარგად გიორგი როგორ არის ხო კარგად შვილოს შე როგორ ხართ ხო ნელი ქალბატონი ნელი როგორ ბრძანდებაო მე ვთქვი კარგად მეთქი მეუბნებოდი შე როგორ ხარ მეთქი შენობით მიმართავდი არა თუ თქვენ ის არის აქვია ხო ნელიზე გამახსენდა ისიც მომწერა ერთი მესიჯი მომწერა რომ ნელი ბებოს რაც უდათ ეკცევითო რაო სად მოიდან მოიტანე შე twin გაყინულო საიდან მოიტანე რომ ნელი ბებოს უდათ ეკცევითო საიდან მოიტანე შე twin გაყინულო თქო მე ისაო რა ქვია ცოტა მოულბა მე ვითომ და რატო მაყენებ შეურაცხყოფას რატო იმას აშვები რატო გაბრაზდი ბოდიში და აღარ დავ ახლა რაც მივწერე მომიხვდით ხო და მე გაუბრაზდი ბოლო უკვე ბოლოს ამომასხა და ენათ ამომკრალებინა მაგრამ ქვია ამოსაწყვეტმა ენათ ამომკრალებინა და რა სიტყვებიც არ მინდოდა ზუსტად ის სიტყვები მათქმევინა ბოლოს და შენ ნორმალურად არ მოიქცევი და დამანები თავი ჯანდაბამზე და გზა გქონია თუ სხვა ნახე შენ ნაირები ბევრია ნახე და იმას ეხლაბუცე თუ და მიბლოკე მე ჩემთან რომ გადმოვიდა მე მეც ამომასხა უკვე მე ყოველ დღე სკაპი ჭუპი და როგორ ახარ და მე ბოლოს გიორგის ლანძღვა დაუწყო და რატომ დამბლოკაო გიორგიმო ისეთიო ასეთიო აი მე ბლოკი დედაჩემს რომ მიწერა ბლოკი რო ახსენი ჯერ ხო ცუდი სიტყვები მიმაწერინა მიწერენ მქონდა ცუდად მიოლანცხე და დედაჩემთან რო ლანძღვა დაიწყო ჩემი ბლოკი მოხსენი ის არის აქვია კარგად გემრიელათაც 5 სართულიანები წავიდა გაუშვი მოხსენი მე და ისევ დაბლოგე მე შენ ვის ლანძღავში იდიოტო და ჭაობიდან ამოსულო შენა თქო ვის ლანძღავ შენ ნაგაო შენა ვის ლანძღავ რო ლანძღავ თქო
რა უფლება გაქვს რომ ლანძღუტო? ხო და მე ჩამომასხა გიორგი და კეთს იმიტომ გავლაგო და დავაწყები ებღავი. ვაიმე, ყელში ამომიყვანა უკვე. ყელში ამომივიდა. არა, მის ახლა ნორმალურად მოგწეროს რაღაცა. ნორმალურად ხო, ახლა პასუხი მომწერა როგორ ხართო და მე ის კი არ ვიცოდი რომ გიორგის ვიღაცა. ეხლა ის არის აქვია. მიწერა, მე გიორგი მითხა უბრალოდ მე. რო წერს ადამიანი, რომ მოგწერს ადამიანი, ხო? ეხლა თქვენ გამომწერებმა რომ მომწერეთ რომელიმე, ხო? ხო, აბა პასუხი ხონდა დაგიბრუნოთ პასუხი. როგორ ხართ? კარგად თუ არა, თქმა უნდა. თქვენი გაცნობა მინდა შევხვდეთ იმას ავქნათ, რა ქვია, ვისაუბროთ. ეგრე რომ მოგწეროს ხო, მაგრამ მეც რო იწყებ პიტაპირ ქმარი შენ რო გაიგოს რომ შენ ქმარი ცემს და პრინციპში ქმარიც არ აყავდა მაგას ვინ მოიყვანს ყვას მაგ დაკნევოს მაგას პრინციპში ვინ იყო რა თვითონაც არ ვიცი თვითონაც არ იცის თავის წარმომავლობა თუ არა ჩვენ რა ვიცით ვინ იყო ხო ასე ქონდა სურათი გადაგა ასეთი სურათი ქონდა რაღაცა მე რაღაცა ვიღაცა გოგოს სურათი გამომიგზავნა რომელიც პინტერესტზე ეგ სურათი გამომიგზავნა და ეგ გამომიგზავნა მეც ეს ვარო პინტერესტზე დევს ტრენდი მანდარი და ის არის რა ქვია ნანახი მქონდა 5000 ჯერ ოღონდაც ეგ იცი რა დავასკვენი მე სხვათა შორის და ჩემს რო დაილაპარაკა ხმაზე რო იმას ავქენი ეგ არის ბავშვი ვიღაცა პატარა ბავშვი არა ბავშვი ხმა არ ქონდა წვრილი ხმა ქონდა მაგრამ რაღაცა ის იყო რა რაღაცა რაღაცა ის არის რა ქვია ატუტუმცა იცი რა არის სხვათა შორის კაი გზისაც არ მგონია იმიტომ რომ რაღაცა ცუდი ბოლოში ცუდი ისინი წამოიღო რა ქვია არ ვიცი ახლა რა იყო რა იყო წამოიღო მაგრამ კარგათაც მიილანძღა და რატო ილანძღავთ თავებს რატო ილანძღავენ თავებს გამაგებინეთ ხალხ ნუ რატო დამანებეთ თავი სანამ გითიეთ თმებიდან ვაიმე მე პირდაპირ შევწუხდი უნდა გამარტყა შენც ახლა ეგ არ ტელევიზორთან იბაში რა ქვია სიფარჯი იმ დღეს შამპანური უგახსენი და იმ დღეს ხალხ ნუ ვიდეო რო გავწყვიტე შამპანური გავხსენი სტუმრები შემოგვიდნენ და შამპანური გავხსენი და პირდაპირ ჯერ მე მომხდა ასე ჭუბჭი მე მოხდა და მე დედა შევის მხარეს გავარდა ამოხდა უცბად რა ვიცი მე ის რომ მოხსენი უცბად ამოხდა ის რა ქვია საცობი რო ასე ამიშალან ერები ხალხო ადრე კიდე პირველად რომ Facebook-ი გავაკეთე პირველად ადრე Facebook-ი რო გავაკეთე ის არის რა ქვია და ზოგი რა უაზრო რაღაცებს მოგწერს ხოლმე და გაგიჭავს ნიებს ვიღაცა ეგრეთ რაღაცებს წერდა რაღაცებს საზისხრობებს და ბოლოს აღმოაჩინო ბავშვი იყო 12 წლის ყოფილა მივაგენი ბოლოს ბავშვი იყო ზოგი ისეთ საზისხრობებს მოგწერ ხალხო რომ გაგიკვირდება მართლა ის რა იყო ხარ და ეგ დაულაგებელი მოწერა იყო ხან იმას წერდა ხან იმას წერდა ვერ გავიგე რომელი იყო სიმართლე პრინციპში არც ერთი ყველაფერში იტყუებოდა თავისი წარმომავლობა თვითონ არ იცი ვიღაცა და მე საიდან დავიცოდე ხან ორიოში მიდიოდა ხან ორიოში მიდიოდა ხან ის არის ოქრია მარტყოფში ხან მარტყოფელი ვარო ხან ორიული ვარო ხან ლილოელი ვარო ვერ გაიგე ისაო რა ქვია მანანასაც ვიცნობო მანანა იუთუბერი მანანა რო ვიცით ხალხო ვიცნობო ოღონდ ახლოდან არ ვიცნობო აი მე თუ იცნობს როგორ აღარ იცნობს ვიცნობ არ ვიცნობ ეგ რაღაცნაირია ვიცნობ როგორ არ ვიცნობ
ხან ორიოდან იყო. შეიძლება არნეთიდან იყო ან მეორედან, მაგრამ ვიღაცა ის იყო რა ქვია, გამო შტერებული და გამოჩერჩებული უწიგონუ რაცა. დამაგლიჭ, არა, უბრალოდ ახლა ხო, გიორგის ხო იმაშობა. ჩემ თუ რაღა უნდა გადმო. უბრალოდ დამაგლიჭა ნერვები, აი. მე თქვი ახლა გადმოიღებანღი. იმაზე და არ წვიტავე კედელზე თავი. იმაზე. მეთქი იცი რა არის? იატაკზე. უთხარი, რო თქვა, რო უთხარი მოდი თქო. უთხარი. მეთქი ახლა ვინ მაინტერესებს, მაინტერესებს. ეს მოვიდოდა გიორგი, ახლა მოვიდოდა. ჯერ ერთი არც მოვიდოდა. ხო ვაწვიტავებდი. არა, მე მოვწერა გიორგი. ვერიკოდეი და უნდა მოვიდეო. მეც წერდა დაიპატიჟა ისავა რა ქვია. 14-ში ძველი თაღაწესი ჩემი ქმრით უნდა მოვიდეო. შენ მოდიხარ შენი ქმარი რაღაც მოყავს, იქნება არა მას შენი ქმრის ისინი რა ქვია. თანამშრომლობისას დამხვდიო ისაო. ეხლა წავალ კი ბატონო დავხვდები სათქოს. როგორ ვიცნო ეხლა იმ შუაღამისას მინარი? საკუთარი არც სურათი აქვს, არც არაფერი. მე მგონი სახელი და გვარიც არ იყო თავისი. არ ვიცნო. საერთოდ ბებერი თუ არ თორინო. ეგეც საკითხავია კიდე. ვერიკოდეი დაო. ვაი, მე საშვებოდა რა სულელი ბავშვი. მე არ ვიცი ვინ იყო რა ვიცი, მე ვერ გავიგე ვინ იყო. ბავშვი იყო. არა. ახალგაზრდის ხმა ქონდა ბავშვი იყო, მაგრამ მაინც მე ვთხარ მე შენი სამაიმუნო ვარ მეთქი შვილო. დამანებით ამ მომშორდი დამანებით დაიწყო დღავილი. რა ატირებდან? წესიერად მოიქეცი მეთქი და ნორმალურად იყავი. წადი დედაშენთან რაღაცა მინარე მეთქი დედაში. თორე იცი მე ბოლოს ის ვთქვარი, გიპოვი და ცუდად დავილაპარაკეთ თქო. და მოლბა იმის მე ცოტა. მე შენთან გადმოვიდა, მე რა ვიცი, მე მეგონა საერთოდ არ გადმოვიდოდა. მე ჩემი ლანძღაც რო დაიწყო, ბლოკი მოხსენი, მივლანძღე და თავი დავანებე. მაგის ნერვები უკვე აღარ გაჭაჭანებული. არა, აღარც მოსულა ინსტაგრამზე სადა მოწერა, მაგრამ ინსტაგრამზე პირველივე მოწერის გამარჯობა უბრალოდ ინსტაგრამზე ეგ მოწერა. თხამგაჯობა ბატკო მიწერე და დაბლოკე. თხამგაჯობა. ხო. ინსტაგრამზე დამიწერე და ცხედა იმებს რაღაცა ძალიან სისულელებს და იგივე მიმარანწინე და ის თავს. მე რომ ლანძღაო შენ ჩემ ძმას ვეტყვიო, ჩემ ქმარს ვეტყვიო, მე ჩემ ძმას ვეტყვიო. შენ ჩემ ძმასაც ჯანდაბამდე გზა გქონია და შეიცდა შენ ქმარსაც. მე რა შუაში ვიყავ? მე რა შუაში ვარ თქო, შენ მომწერე პირველი თქო. დავაწყობ ერთმანეთზე შენ ძმასაც და შენ ქმარსაც თქო და დაგაყოლებს ზემოდანა თქო. მე მოგახვევთ იმას თქო რა ქვია, მე ეგრე მივწერე. მოგახვევთ სახალხო განათებას და აგაციცინებთ. და იყავით ნაძვის ხედი თქო. და თუ კიდევ თუ ვინმე ყავს დაგაწყობ ზემოდანა თქო, ესე ავაწყობ, აგაწყობ თქო. იქნებით ნაძვის ხედი თქო. იმას მაინც დაამშვენებდნენ რა ქვია სახლს. არბეჯვაგიან ისე და მე წერდა გიორგი, ჩემს რა უნდა ხალხმა. უტვინა ბავშვი. ახლა რო ვიხსენებ ხოლმე მეცინება. რატო დამბლოკეოდა, რატო დავბლოკედა ამიშალა ნერვები აბა მატყუებდა და იმას აშვებოდა რა ქვია. თამაშობდა რაღაცას, ხან იმას ისაკოდა, ხან იმას და სადა მაგ ქონდა, სად მქონდა მაგის ნერვები. ბოლოს ყელში რომ მოვიდა, მივლანცე და მიბლოკე კიდეც. გაუშვი მოუსვლეში. ხო. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ. მეთქი იმას აქვს ვიზავთ ხოლმე. და მე იმას წერდა დაუჯახებას აპირებთ. ხო. ჯერ ესეთი რა შენი საქმე როდის დაუჯახდები თქო და არ ვაპირებ დაუჯახებას თქო. მე ისიც მომწერა მე. ჩემზე არ დაქორწინდებიო. შენ ვინ ჯანდაბახად ჯერ არც გიცნობ და შენ ზერანაირად დავქორწინდი უპატრონო.
შენ როგორ შემოგიყვან სახში თქო შენ ერთი დღე ვერ გაგიძლებს ადამიანი თქო რაღაცა უნორმალური იყო ხალხი და დაქანეული დაშტერებული რაღაცა ნეროზიანი ჯერ გათხოვილი იყო და მე ჯერ თავიდან გათხოვილი იყო და მე ისავ როგორ ძოლად მომიყვანეო ძოლად კი არ ტუალეტის მე ნუ ხავად არ მოვიყვან მაგარი რაღაცა თორე ძოლზე საუბარი ზედმეტია იგი ტუალეტის ხავად არ უნდა მოუქვა ეგა ტუალეტ ხეხოს ნაკ ჩარეც უნიტაზში აი მე ეხლა რომ ახსენდება მეცინება მაგრამ მაშინ გავბრაზდი მართლა გავბრაზდი უკვე რა საქციელი იყო რა უბედურება იყო რა იყო არა უბრალოდ ეცი რა არის ეკლე მე ისაო რა ქვია სანამ დაბლოკავდი მომწერა ეკლესიაში უნდა წავიდეო შენზე უნდა ვილოცო აი მე გინდა ეკლესიაში წადი და გინდა ეკლესიის იქ და მე თქო მე დავი დამანები თქო ერთი ვიღაცა შემიყვარდაო შემიყვარდაო ცალმხრივი სიყვარულიაო ვაიმე დედა რო ამიტრა რა ვარი გოგო შეუყვარდი მეთქი მე მიწერი მე სამომაიმუნე იფარხი ჰა თუ გადავრე იმედი მაგას იცი რა ეგონა ავყვებოდი მე ეგონა რომ ავყვებოდით და იმას ვიზავდით რა ქვია მაგისნაირად დავიწყედით იმას რა ქვია და ჩემი ძახო და რა მე კაი ბუშუნა არისო რა უნდა დავთეთონა საერთოდ და გივიდე პრინციპში გზააბნეული ვიღაცა იყო ყველა დაკარგული რატომ მოძია მოდი ჩენ ნუ დაიჯერა შვილო მე ბოლოს მეუთხა შვილო რა აგბნევია იკრემი მეთქი და დამა ამდენზევა 47-ზე ბაღანდა წავედი გზააბნეული ბავშვი იყო ვიღაცა და სალაგება ხეულა ასე ვასწავლიდი გიორგი ჭკუას მოვარყამდი ერთი კარგა ყოხტა გვერდებში ავიცი ფსიქოლოგიური სეანსი კი ჩავტარე მე მეც ჭკვიანად ვილაპარაკობ წყნარ მე შემომელანძა უკვე ბოლო სტადიაში ძალიან შემომელანძა მე უთხარი შვილო მეთქი არ შეიძლება ესეთი რაღაცა მიდი წყალი მომიცი რა და ისინი შეყალიბდა და მე შიში მოვიტანა ჰადე ეგრე არ შეიძლება მეთქი ჭკვიანად იყავი და მე გიორგის ლანძღაზე რო გადავიდა უკვე ამომასხა ხალხნო ლანძღე და ჩემს მაძალებდა მიწერი რა მე ჩემი ბიძაშვილი უნდა გაგაცნო კარგი გოგოო ჯერ შენი ბიძაშვილი რა იქნება თქო შენ ვინახარ და შენი ბიძაშვილი რა იქნება თქო მე რა ვიცი მე რატო ბიძაშვილი შემოჭვიანი იყო არა მგონია რაღაცა მოდგმაშია შიშტერი ნამეტრავად მოდგმაშია ეთყობა ის არის გენეტიკური ალბათ არა უბრალოდ ახლა აი ხალხო ახლა მეცინება და უბრალოდ რაღაცა ხო აი რა იყო ახლა რა ჩიჩიკუ რაღაცები წერდა ხან ძველი ახალწეს მოდიოდა ხან პირველში მოდიოდა ხან ორში მოდიოდა ხან სამში რა ვიცი რა იყო მე ძველი ახალწეს არ მოვიდა და მე ზაფხულში მოვალო მე კი მიბლოგით რაღაც მოვიდოდა ზაფხულში მოვალო ზაფხულში ჯობიაო შობულება რომ ექნებაო
ბანკში მუშაობ. ბანკში ვმუშაობ. იმასაც არ იძახოდა რომელ ბანკში მუშაობდა. რომელ ბანკში მუშაობ მითხარი თქო. არა, არ იძახოდა, არ ამხედა. პრინციპში არ მუშაობდა ბანკში. მუშაობდა. ბანკში კი არა. სკოლის მოსწავლე იყო გონი და ბანკში კი არა, არ მინდა ეხლა რომ ვიდეო რა იყოს ვიტყოდი რაღაცას. ხალხო, ბანკში კი არა, ბოდიში და ტრაქში მუშაობდა გონი. ტენში ვერა ხონდა. ტრაქში იყო შესული და მუშაობდა ძალიან ხმასთან. არ ვიცი, შიგნეულობა აწუხებს ამ ხალხს. არა ვიცი, რა ეშველებათ. ეშველებათ რამე საერთოდ, ეგ არის საკითხავიც ეგ არის. რა 41 წელი. 41 არ ვიყო თავიდეთ ცოტა ზევით. ციფრი 41 არ მიყვარს. 41 ციფრი არ მიყვარს. 41 თუ 42 თუ რომელი? ერთია, აქედან იგრე ვხედავ თუ და 51-ია. მალა. ხო. ეგრე გამიდომინა. იგრე დაგენახა? ეგრე შევხედე. რა ამბავია, ზამეკანია დაგენახა. კი. წავედი ხალხი დაგემშვიდობებით ახლა მოვიდეონდე. მოგიყევით რაც ხელი. შეიძლება ახალაც გვიყუროს ეს კაი. იყუროს აიდარდებია. იქ ხარ მიბლოკია, იქ არ შემოსულა და. ჰა? იქ არ შემოსულა. აქ როგორ არ შემოვიდა კომენტარში? ვინ რაი? რატო დამბლოკე? უდახად დაბლოკე. დაბლოკილი მყავს. ო, აბა. მაინც გვიყურებს. აქაც დაბლოკილი მყავს. ალა. ო. როს ხოლმე მიბლოკე ცოდვარი ხო? ო, რა იყო ცოდო შენც კიდე? ცოდო მე არ ვიყავი. აი და არ უნდა დაგიბლოკე. ეწერა და ყოფილიყო რა. მან ყოველწუთი წապ დავიხალე. ხალხო ყოველ დღე მწერდა, მოკლედ ამოსული მქონდა ყელში. მე ხანდახან წერა რომ მეზარებოდა ლაიქებს ვაძლევდი, მე ვთქვარ და ლაიქებს კი არა, ის არის აქვია. რაღაც უნდა მეთქვა. მე ლაიქებს ვაძლევდი, მე ხან გულებს გაუშვებდი. გულს კი არა, ცეცხლს გაუშვებდი და ნავთს. ან მე რა ახლა ხო არ მოსკინდი შეკარ ბავშვი იყო და რა მეკრა. რა იყო ბავშვი? ეგ ბავშვობაა კაცო? მეორე თქვი მე რომ მომასხა ხალხო რომ მომიშალა ნერვები უკვე მივლანწყე. ამომასხა, მართლა ამომასხა უღონდ. ეჩენონები მივლანწყა და ვანები. თავიდან იმას ვფიქრობდი რა ქვია, რომ მართლა ის არის რა ქვია. თავიდან მართლა იმას აქვენი რა ქვია. ქმარი რომ თქვა რომ ქმარი ცემს. გადი მე დამანებით არ გცემო შენო ქმარმა ჩემი გულისთვის ატყვა. რა ქმარი პრინციპში არც ქმარი ყავდა და არც არაფერი. გზაბნეული ის ხა იყო. უმისამართოდ რო დადიან ხოლმე თხევი ეგრე დადიოდნენ ეს. მოდი ხდა იმშვიდობა დედი. აი იცი რა იყო მეცხალი რო გუნდს ჩამორჩება და გზაბნეული რო დადის. აი ყველაზე ნახდი. მაშინ რო ზაფხული იყო თუ რა იყო ბომბდამშენება რო გადაიარეს და ბოლოს რო გზაბნეული დადიოდა ვიღაცა. რომ მომწერა ერთმა რუსთაველმა რუსთავს ჩაიფრენა ლამის სახში მომივარდაო. იმალი მის აღებში შემომივარდა ლამი ისო. აი ეგ იყო ზუსტად. შეიძლება და ჩემსაც რო ქონდეს Facebook-ი იქაც მიეწერა. მე ბებიაჩემის კარგად მილანძღავდა, ბოლოს ამოვიდა ხელში და მილანძღავდა. მასლა უყოლში ამომივიდა უკვე რა. ამომასხა, მართლა ამომასხა უკვე რა. ახლა ადამიანი რო წერს, შენ რო არ აწერს და თავს არ ანებებ და რეკვაზე გადადის და მე ლანძღვას იგიწყებს. ბრალოს. ხო, ლანძღვას იწყებს.
არა ეს მილანის ხარ შეოხერო ოხერო ვიღაც ახარ გამოქცეულ ხარ იმიდან საგიჟეთიდან თქო რას მლაძღავ რომ მლაძღავ თქო შენ მომწერე პირველი და შენ ხარ აქეთ გასანაცხი თქო არა მიშარა ნერვები ხალხ ნუ ამ თხარა ნერვებზე წავედი ხალხო დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე ახლა სასაცილოდ ჟღერს და კიდე თუ ვინმე გაბედავს აქედან საჯაროდ ვამბობ კიდე თუ ვინმე გაბედავს მსგავს რაღაცას ნორმის ფარგლებში ხო და მსგავსობას და არ მიყვარს ეს სიტყვა მაგრამ დამპლობას თუ ვინმე გაბედავს ცუდად დაველაპარაკე მე ძალიან საჯაროდ გამოვაჭენებ კარგად აი კარგი საღამო ხალხო კარგად